კიდევ ერთხელ მოგესალმებით. უყურებთ ქრონიკას 17 საათზე. მე ხატია ქვათაძე ვარ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ანდრი ოხანაშვილის კანდიდატურა განიხილება. გრიპის ვირუსთან დაკავშირებით დავით სერგეენკო განცხადებას აკეთებს. პირდაპირი ჩართვა ჯანდაცვის სამინისტროდან. კედევან ფოფხაძის ადგილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შესაძლოა ანდრი ოხანაშვილმა დაიკავოს. უმრავლესობაში ადასტურებენ, რომ მისი კანდიდატურა ერთ-ერთია, ვის შესახებაც გუნდი მსჯელობს. რატომ თქვენს უარი ფოფხაძეზე, ეს ფრაქციის თავმჯდომარემ განმარტა და მამუკა მდინარაძის განცხადებას ნათია სონღულაშვილი გაგვაცნობს. გისმენთ ნათია. კედევან ფოფხაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან ისე გაიწვიეს, რომ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულების რანგში ვერცერთი სხდომის ჩატარება ვერ მოასწრო. ამ გადაწყვეტილებას კი ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ ყველაზე რბილი გადაწყვეტილება უწოდა. მამუკა მდინარაძემ დაასახელა ორი მიზეზი. ერთი ის, რომ მისი თქმით ფოფხაძის კანდიდატურა შეთანხმებული არ იყო გუნდთან და ასევე მისი არჩევა მოხდა პროცედურების დარღვევით. გარდა ამისა, მდინარაძემ განმარტა, რომ ფრაქციიდან არავის გარიცხვა არ იგეგმება, მათ შორის არც ფოფხაძესი და არც ეკა ბესელიასი. სხდომის დასრულების შემდეგ გაირკვა ისიც, რომ ბესელიას გადადგომასთან დაკავშირებით კომუნიკაცია ირაკლი კობახიძესა და თავად ბესელიას შორის შედგა აგვისტოში. ეს განცხადება გააკეთა ზაქარია ქუცნაშვილმა ირაკლი კობახიძეზე დაყრდნობით და ამ განცხადებიდან გამომდინარე გამოდის, რომ ეკა ბესელია საკუთარი სურვილით არ გადამდგარა და არც მისი გადაწყვეტილება არ უკავშირდება მოსამართლეებს. ეს ხო გამოწვევა ფრაქციის მიერ, ეს ხო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც პრაქტიკულად ერთხმად მიიღო ფრაქციამ თავისი წევრთა უმრავლესობით 3 იყო მხოლოდ წინააღმდეგი. ეს გამომდინარეობდა იქიდან, რომ არ იყო გუნდთან შეთანხმებული მისი მოადგილეობის საკითხი, გარდა იმისა, რომ ამ შემთხვევაში შეიძლება მეორე ხარისხოვანიც კი იყოს, რომ რეგლამენტი და შესაბამისი პროცედურები დაირღვა, ამიტომ მიიღო სწორედ ფრაქციამ ეს გადაწყვეტილება. ბიზნე აივანიშვილს ჰქონდა ის პოზიცია, რაც არის სწორი, რაც გამოიხატა შემდეგ ფრაქციის გადაწყვეტილებაშიც, პოზიცია, რომელიც ემთხვეოდა ფრაქციის წევრთა პრაქტიკულად აბსოლუტურ უმრავლესობას. ჩვენ ვერ ვეთქვით იუსტიციის საბჭოს შეცვალიან დატოვე. იუსტიციის საბჭო მიიღებს ამ გადაწყვეტილებას და ამის შემდეგ ჩვენ ვაგრძელებთ მსჯელობას. დღეს არის ეს 10 კანდიდატურა წარმოდგენილი. დღეს არის მოცემულობა, როდესაც სასამართლო სისტემაში იმის გამო, რომ 28 მაგივრად უზენაეს სასამართლოში არის მხოლოდ 10 მოსამართლე, არის პრაქტიკულად კოლაფსი და ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ საკითხი, რომელი მათგანი განწესდება უზენაეს სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე. აქედან გამომდინარე პერსონებთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ. ბატონი ბიძინამ აცილება მისცა, თქვა, თავის მონაწილეობას ფრაქციის მუშაობაში, მან ბრძანა, რომ როგორც პარტიის თავმჯდომარე თავს შეიკავებდა კენჭისყრაში მონაწილეობისაგან, იქიდან გამომდინარე, რომ ის არ გახავთ ფრაქციის წევრი. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ბრძანა, მას ეკასთან ეს საკითხი შეთანხმებული ჰქონდა ჯერ კიდევ აგვისტოს თვეში. ეს ბრძანა პარლამენტის თავმჯდომარე. გადადგომის თაობაზე გადაწყვეტილება. სანამ არ შემუშავდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი კრიტერიუმები და ეს არ იქნება სამართლიანად გაწერილი, იქამდე მე თავს შევიკავე პროცესში მონაწილეობისგან. ასე დემოკრატიული უმრავლესობა ბატონ ბიძმა პირადად თქვა, რომ ზაქარია ქუცნაშვილი არის ის კაცი, რომელიც ზოგჯერ არიზიარებს მათ შორის ჩემს შეხედულებებს და აღიარა ეს. ზაქარიამ შიშარა კაცი არ არის. ეკა ბესელი არის ჩვენი გუნდის წევრი, ისევ როგორც კედევან ფოფხაძე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ. მეგობრობა, თანაგუნდელობა არ არის მანდატი იმისა, რომ პროცედურები ირღვევდეს. დღეს ეს არის შედეგი, რაც მივიღეთ, მაგრამ ძირითადი რაც მსჯელობა იყო ფრაქციის ფორმატში, იყო ის, რომ პროცედურები უნდა იყოს დაცული. დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა ეკა ბესელია, რადგან ის საქართველოში არ იმყოფება. სატელეფონო საუბარში კი ადასტურებს, რომ აგვისტოში ნამდვილად იყო კომუნიკაცია მასა და ირაკლი კობახიძეს შორის და როგორც ბესელია აცხადებს, კობახიძეს და ზარდიაშვილს სურდათ მისი გადაყენება და ეს საკითხიც უკავშირდებოდა სასამართლოს. გარდა ამისა, ბესელია განმარტავს, რომ ფოფხაძის საკითხი შეთანხმებული იყო პარტიის თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან და მან შეათანხმა, რომ ვანო ზარდიაშვილს ჩაანაცვლებდა კედევან ფოფხაძე. ესე ჩანს, რომ ეს იყო პროცედურამდე გადაწყვეტილება, რომ გედის არჩევა მოხდა პროცედურის დაცვით, რეგლამენტი არ დარღვეულა ეს ერთი, მეორე, ბევრად უფრო ადრე იყო საუბარი გედი ფოფხაძის გადმოყვანაზე პირველ მოადგილედ ვანო ზარდიაშვილის ნაცვლად და მე საკითხი მქონდა შეთანხმებული პარტიის თავმჯდომარესთან. თვეების წინათ და უბრალოდ ეს პროცესი ძალიან გაიწელა.
ამიტომ შეთანხმებულიც იყო თავის დროზე და პროცედურის დაცვითაც მოხდა. რაც შეეხება აგვისტოში ირაკლი კობახიძესთან საუბარს, მე ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ირაკლი კობახიძესაც და ზარდიაშვილსაც და არ ვიცი შეიძლება კიდე სხვაცაც სურდა იურიდიულ კომიტეტში მე არ ყოფილიყავი. სამწუხაროდ ეს ასე იყო, მაგრამ მე არ ვაპირებდი ამ კომიტეტის დატოვებას და ამაზე საუბარიც თუ ეს ახსენეს საჯაროდ უკავშირდებოდა მაშინაც სასამართლოსთან დაკავშირებულ პროცესს. ამაზე მეც ახლა არ ვისაუბრებ. მე კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ ვამბობ, არც მაშინ არ ვაპირებდი იურიდიულ კომიტეტიდან წასვლას, თუმცა იყო ამისი მცდელობა და ისევ სასამართლოსთან დაკავშირებული განსხვავებული პოზიციის გამო, არც ამ ეტაპზე, მაგრამ ეს განსხვავება მივიღე, იმიტომ რატომაც მივიღე. თუ სურს ამაზე ირაკლი კობახიძე საუბარი საჯაროდ, კი ბატონო, ვისაუბროთ ამაზე საჯაროდ. ვინ გეგმავდა და რატო გეგმავდა ამ საკითხს, თუნდაც რამდენიმე თვის წინ. ახლა მართლმა გუნდმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ვინ შეცვლის ეკაბესელიას, ვინ გახდება, ანუ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. ამ თანამდებობაზე განიხილება ანრიო ხანაშვილი არჩევის შემდეგ თავად თავმჯდომარე დაასახელებს პირველი მოადგილის ვინაობას. მადლობა ნათია სონღულაშვილს, ჩვენ პოლიტიკურ საკითხს გამდინარეძესთან ერთად დაუბრუნდებით ცოტა ხანში. ახლა კი სეზონის მთავარი გამოწვევა გრიპის ვირუსი, ჯანდაცვის მინისტრი აკეთებს განცხადებას, მოусმინოთ დავით სერგეენკოს. მოგესალმებით. გრიპით გაზრდილ ავადობასთან დაკავშირებით გვინდა რამოდენიმე ინფორმაცია და სიახლე გაგაცნოთ. პირველ რიგში ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ ავადობა გაზრდილია, მაგრამ რეალურად პანიკის საფუძველი არ არის, ჩვენ არ გვაქვს ეპიდემია, არამედ გვაქვს გაზრდილი ავადობა. რამოდენიმე მიმართულებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომ ანტივირუსული მკურნალობის დროული დაწყება პირველივე სიახლეთ მინდა გასნობოთ, რომ თუ კი აქამდე ჯანდაცვის სამინისტრო მარაგებიდან გასცემდა ორსულებისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით TAMIFLUS დღეიდან უკვე დაიწყება სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე TAMIFLUS გაცემა, მარაგების საკმარისი არის, დღეს უკვე გადანაწილდება მთელი საქართველოს მასშტაბით დაემატება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს ყველა რაიონში და საჭიროების შემთხვევაში და ამასაც მოგახსენებთ რა შემთხვევაში არის ეს საჭირო სოციალურად დაუცველ მოსახლეობას და ორსულებს შეუძლიათ მიმართონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონულ განყოფილებებს, სადაც მიიღებენ ამ მედიკამენტებს უფასოდ. სხვა შემთხვევაში აფთიაქებში ამ მედიკამენტის მარაგი არის, ხოლო სტაციონარში თუ დაჭირდა პაციენტს საავადმყოფოში მკურნალობა, მაშინ ეს შედის, რა თქმა უნდა, საყოველთაო ჯანდაცვაში და ანაზღაურდება შესაბამისად. ახლა ჩვენ ვსაუბრობთ ამბულატორიული პაციენტების საჭიროებაზე. მარაგები მედიკამენტების ქვეყანაში საჭირო არის, საკმარისი არის, ამ ხრივ არანაირი შეფერხება არ გვექნება. ხაზი მინდა გაუსვა TAMIFLUS დანიშნვის ჩვენებებს, რა შემთხვევაში უნდა მიმართოს ადამიანმა ექიმს და რა შემთხვევაში ინიშნება ეს მედიკამენტი. როდესაც მკვეთრად სწრაფად იწყება გაციების სიმპტომები და ამ მომენტისათვის ადამიანს აქვს რაიმე ერთი სხვა დაავადება, იქნება ეს თანდაყოლილი დაავადება, იქნება ქრონიკული თუ რაიმე სხვა მიმდინარე დაავადება და პლუს ხანდაზმულები, პლუს ორსულები და მელოგინეები შედიან რისკ ჯგუფში. TAMIFLUS დანიშნვისას ეს აუცილებლად ექიმმა უნდა გააკეთოს, მან უნდა გადააკონტროლოს ეს სხვა დაავადება და სხვა კონდიციები და მნიშვნელოვანია რომ TAMIFLUS დაინიშნოს ანტივირუსული მკურნალობა დაინიშნოს სიმპტომების დაწყებიდან პირველი 48 საათის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში აქვს მას მაქსიმალური ეფექტი. ესე იგი, თუ კი განვითარდა მკვეთრად გამოხატული გაციების სიმპტომები, რაც არის უხშირეს შემთხვევაში, თუმცა არ არის აუცილებელი, მაღალი ტემპერატურა, ხველა, ყელის ტკივილი, ჩივილები კუჭნაწლავის მხრივ, შეიძლება იყოს ტკივილი, თავის ტკივილი, სახსრების ტკივილი, ძლიერი სისუსტე და ამ მომენტისათვის პლუს ერთი დაავადება, რომელიმე ერთი დაავადება, თანდაყოლილი, ქრონიკული, ამ მიმდინარე არის, ეს უკვე არის ცალსახად ჩვენება იმისათვის, რომ ადამიანმა მიმართოს ოჯახის ექიმს. სწორედ ოჯახის ექიმს ეს არის მნიშვნელოვანი, რადგანაც მათ აქვს
სწორედ კომპეტენცია იმისათვის, რომ განსაზღვრონ სწორი მკურნალობა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დროული მიმართვა ექიმისათვის და დროულად დაწყება ანტივირუსული მკურნალობის. ჯანდაცვის სისტემა მზად არის იმისათვის, რომ უფრო გაზრდილ რაოდენობაზეც გააკეთოს რეაგირება, თუმცა ახლა პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არის, მნიშვნელოვანი არის დროულად მიმართვა ექიმთან იმ ჩვენებების მიხედვით, რომელიც მე მოგახსენეთ. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. ეს გახლდათ ჯანდაცვის მინისტრის განმარტება ვირუსებთან დაკავშირებით. უკავშირდება თუ არა გორში 39 წლის ქალის გარდაცვალება H1N1 ტიპის ვირუსს, ამას ექსპერტიზა დაადგენს. პაციენტი კლინიკაში სუნთქვის უკმარისობითა და ცხელებით მოათავსეს. სანდრო გამსახურდი არკობს დეტალებს და ის ახლა გორიდან გვერდება პირდაპირ ეთერში. სოფელ თორტიზას მცხოვრები ახალგაზრდა ქალი გუშინ სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა, იქამდე სანამ მას გადაიყვანენ კლინიკა გორმეთში. გორის სამხედრო ჰოსპიტალში ის გულისწვავე უკმარისობით მივიდა, გადაიყვანეს შემდეგ თერაპიულ განყოფილებაში, სადაც დინამიკაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. გორის სამხედრო ჰოსპიტალში იყვებიან, რომ ქალს 4 დღის განმავლობაში აწუხებდა სიცხე და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ნაწილობრივ გამოიწვია იმან, რომ მას წარსულში გულის პრობლემები აწუხებდა. პაციენტი შემოყვანილი არის გრიპის სიმპტომებით, შემოყვანილი არის პნევმონიის დიაგნოზით, მდგომარეობა იყო საყურადღებო, დინამიკაში განვითარდა სუნთქვის უკმარისობა, რის გამოც გამოძახებული იქნა შემდგომ რეანიმატოლოგი და სუნთქვის უკმარისობის გამო იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთან ადგილები არ იყო, გადაყვანილი იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში უკვე სხვა კლინიკაში. მას ჰქონდა გულის უკმარისობა, გულის პრობლემები ჰქონდა და ერთ-ერთი მიზეზიც გართულებისა იყო ზუსტად გულის პრობლემები. ვირუსით გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი მის საცხოვრებელ სახლში რამდენიმე საათის წინ მიასვენეს. ბოლო დღეების მანძილზე გორის კლინიკებში ვირუსით დაავადებულ პაციენტთა რაოდენობა მკვეთრად იმატა. ეს იყო სანდრო გამსახურდია გორიდან, სადაც არკვევენ უკავშირდება თუ არა ახალგაზრდა ქალის გარდაცვალება H1N1 ტიპის ვირუსს. ჩვენ კი ვუბრუნდებით პოლიტიკურ თემას. გედევან ფოფხაძის გაწვევას იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან ეს გადაწყვეტილება ფრაქცია ქართულმა ოცნებამ მიიღო და სწორედ მისი ლიდერი გვერდება პირდაპირ ეთერში. მამკა მდინარაძეს მივესალმები. მოგესალმებით და მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში ბატონ მამკა. უპირველესად განმარტოთ, რატომ არ აღმოჩნდა გედევან ფოფხაძე მიუღებელი იმ პოზიციაზე, რომელზეც აირჩიეს გასულ კვირას. პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ მოგილოცავთ თქვენ და საზოგადოებას, რომელიც გვისმენს, გვიყურებს ახალშობა ახალ წელს, წარმატებას, ბედნიერებას, ჯანმრთელობას და ქვეყნის წინსვლას უსურვებ. მადლობა, მეც გილოცავთ. რაც შეეხება გედევან ფოფხაძეს, მადლობა. თვითონ გედევანთან ესე მიუღებლობაზე არ მინდა საუბარი, იმიტომ რომ არ არის ესეთი მომენტები, მიუღებელი არის თუ არა გუნდის რომელიმე წევრი, ამაზე ასე საკითხი არ დასმულა და არც მე არ ვილაპარაკებ ამგვარად. უბრალოდ საუბარია იმაზე, რომ როდესაც კონკრეტული გადაწყვეტილება კონკრეტულ თანამდებობასთან დაკავშირებით მიიღება ხოლმე, ამას იღებს გუნდი, გუნდის ლიდერებთან შეთანხმებით, გუნდის წევრებთან შეთანხმებით. ეს გადაწყვეტილება, რომ გედევან ფოფხაძე ყოფილიყო იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გუნდის არც ერთ წევრთან, მით უმეტეს მის ლიდერებთან შეთანხმებული არ ყოფილა. ეს იყო მთავარი мотивация იმისა, რომ შეკრებულიყო ფრაქცია ამ საკითხზე ემსჯელა და გამოსწორება ამ საკითხის იყო ყველაზე რბილი, ასე რომ ვთქვათ, ის რომ გედევან ფოფხაძე საერთოდ გამოწვეული ყოფილიყო იურიდიული კომიტეტიდან, შესაბამისად ის ავტომატურად აღარ იქნება იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ეს ხარვეზი, რაც გუნდში იქნა დაშვებული, ასე გამოსწორდება. მეორე და შედარებით შეიძლება ამ გუნდურობის პრინციპთან ნაკლებად მნიშვნელოვანი, მაგრამ თლად ასეც ვერ ვიტყვით, არის რეგლამენტის წესების დარღვევა. ამაზე მიდის გუნდის შიგნით კამათი, ქალბატონი ეკაც საუბრობდა, მე ამასთან დაკავშირებით შემდეგ განმარტო ძალიან მარტივად. რეგლამენტში, შესაბამის ნორმაში არის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც პირველ მოადგილეს კანდიდატურას უბრალოდ მისა სასახელებს კომიტეტის თავმჯდომარე და იქ არ არის საუბარი, რომ მას აქვს უფლება რამდენიმე დაასახელოს, განსხვავებული ამისგან ის შემთხვევა, როდესაც სხვა დანარჩენ მოადგილებთან დაკავშირებით შეიძლება იყოს რამდენიმე კანდიდატურა, ეს ბუნებრივად ასე ხდება, იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი კანდიდატურების დასახელების უფლება აქვს უმრავლესობას, უმცირესობას და უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ არსებულ ფრაქციებს. ასეთ შემთხვევაში, მაგალითად, ოპოზიციამ შეიძლება რამდენიმე ოპოზიციური ფრაქცია იყოს დაუშვათ, დაასახელოს რამდენიმე კანდიდატი და ბუნებრივია, აქ შეიძლება გაჩნდეს მეორე ტურის საჭიროება, მაგრამ
ამ ნორმის ისე განმარტება, რომ თავმჯდომარე შეუძლია დაასახელოს, რომ 1, 2, 3, 4 და ასე შემდეგ კანდიდატი მიაჩნია პირველი მოადგილის ვაკანსიაზე დასანიშნად მისაღებად, ეს ბუნებრივია არ არის სწორი განმარტება, იურიდიული ლოგიკა ამაში არსებობს და კანონმდებელიც ასე არ მიიჩნევდა, როდესაც ამ ნორმას წერდა. აქედან გამომდინარე მოხდა დარღვევა, თავმჯდომარის მიერ იქნა პირველი მოადგილის კანდიდატურად დასახელებული რამდენიმე კანდიდატი სწორედ იმ მიზნით, რომ გვერდი ყოფილიყო ავლილი ნორმისათვის, სადაც პირდაპირ დათქმაა და არჩეულიყო მეორე ტურის შედეგად. ამ ლოგიკით გამოდის, რომ მეორე ტურში პირველ მოადგილედ შეიძლება გავიდეს თუ სხვა თავი შეიკავა ერთი ხმითაც კი ასეთი ადამიანი კონკრეტულ თანამდებობას და ასეთ პრეცედენტის დაშვება ბუნებრივია არ შეიძლება, მაგრამ ეს რეგლამენტი ერთი მხარეა, მეორე და კიდევ უფრო მთავარი მხარე არის ის, რომ კონკრეტული თანამდებობის პირის დანიშვნის საკითხი გუნდში შეთანხმებული არ ყოფილა. ან თქვენ ბრძანებთ, რომ გამიზნულად შეიძლება წავიდა ეკაბესელია ამ გზით, რომ თქვათ გედევან ფოფხაძე ყოფილიყო გუნდში, ასე ვთქვათ, მის ნაცვლად. თუნდაც დროებით. დიახ, ქალბატონ ეკას ჰქონდა თავისი შეხედულება ამასთან დაკავშირებით, თავისი შეხედულება ჰქონდა, გასაგებია, მას შეუძლია ჰქონდეს თავისი აზრი, თავისი პოზიცია, თუმცა ეს პოზიცია დააფიქსირა უკვე ქმედითად, საქმეში ასახა, ოღონდ ეს სამწუხაროდ არ იყო გუნდთან შეთანხმებული, ეს სამწუხაროდ არ იყო არც გუნდის ლიდერებთან შეთანხმებული და არც გუნდის წევრებთან. აქვე კითხავთ მაშინ თქვენ უკვე მეორედ აღნიშნეთ და არაერთგზის მოვისმინეთ, რომ ეს არ იყო გუნდთან შეთანხმებული და პრინციპში გადაწყვეტილების მთავარი მიზეზიც იყო ის, რომ გედევან ფოფხაძე გაიწვიეთ ამ კომიტეტიდან, მაგრამ ქალბატონი ეკა ბრძანებდა ჩვენთან სატელეფონო საუბარში, ცოტა ხნის წინ ეთერშიც იყო ეს კომენტარი, რომ მას ეს საკითხი გავლილი ჰქონდა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილთანაც. გსმენიათ ამის შესახებ? დიახ, სმენია მსგავსი რაღაცის შესახებ, დაახლოებით 1 წლის თუ წლნახევრის წინ იყო საუბარი იმაზეც, მე შემდგომ თამამად მოყვე, რომ იურიდიულ კომიტეტში იყო გარკვეული უთანხმოება, ეს დასამალი არ არის, ეს გაერთაც გამოვიდა და არ დაგვიმალავს და არც ეხა დამალავ და იყო სურვილი იმის შესახებ, რომ ეკაბესელიას პირველი მოადგილე ვანო ზარდიაშვილი გადასულიყო ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტში და მის ადგილზე გადმოსულიყო გედი ფოფხაძე, მაგრამ ამის შესახებ როგორც მახსოვს და ბუნებრივია, მხოლოდ ჩემი მეხსიერება არ არის აქ მთავარი შეთანხმება ვერ შედგა, ესეთი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. და ამის შემდეგ უკვე გაგრძელდა ჩვეულებრივად კომიტეტში მუშაობა, იყო გარკვეული შიდა პრობლემები, არც ესეც ჩანდა ხელის გულზე და იყო შესაბამისი საუბრები ამასთან დაკავშირებით, მედიაში ხშირად შუქდებოდა სამწუხაროდ ეს ამბავი და დღეს მოვედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ეს დაკავშირებული იქნა შემდეგ მოსამართლეების საქმესთან და ასე რეგლამენტის გვერდისავლით და გუნდთან შეუთანხმებად უკვე მიიღეს ეს გადაწყვეტილება. 6-მა ეს მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით არ ვიცი. მე მგონია რომ მნიშვნელოვანია 6-მა ადამიანმა დაუჭირა, შემდეგ როდესაც 9 ხმით, ანუ კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით უნდა არჩეულიყო პირველი მოადგილე, 6-მა ადამიანმა დაუჭირა მხარე. აქედან 2 იყო ქალბატონი ირმა და 1 იყო პატრიოტთა ალიანსის ყოფილი წარმომადგენელი ზაზა ოქუაშვილის მეუღლეზეა საუბარი ჩხეიძე და 4-მა დაუჭირა მხარი უმრავლესობიდან, აქედან 2 იყო მხოლოდ ჩვენი ფრაქციის წარმომადგენელი თავად ეკაბესელია და გედევან ფოფხაძე, 2 სხვა ფრაქციების, რომელიც უმრავლესობაში შემოდიან. ამიტომ ასეთი ფორმით გუნდმა მიიჩნია, რომ არ იყო სწორი კიდევ ერთხელ მეორე გადაწყვეტილების მიღება და ეს გახდა მთავარი საფუძველი, რომ ბატონი გედევანი საერთოდ გამოვიწვიეთ იურიდიულ კომიტეტიდან, რომ მან არ დაიკავოს ეს თანამდებობა და შესაბამისად ყველაზე რბილი პასუხი ამ გზით გავეცით, ამ გზით გასცა ფრაქციამ ამ გადაწყვეტილებას. ანრი ოხანაშვილი ერთ-ერთ კანდიდატურად მოიაზრება, როგორც მოვისმინეთ, გედევან ფოფხაძის ნაცვლად იურიდიულ საკითხთა კომიტეტში. კიდევ ვის შესახებ მსჯელობს გუნდი, თუ შეგვიძლია ამის არა, გედევან ფოფხაძის ნაცვლად არა. გედევან ფოფხაძე პროცედურის დარღვევით იყო თუ როგორც იყო არჩეული იქნა მოადგილე და დროებით ასრულებდა მოვალეობას. აქ საუბარი იყო იმაზე, რომ ანრი ოხანაშვილი განიხილება ერთ-ერთ კანდიდატურად თავმჯდომარეობასთან მიმართებაში, თუმცა ამის შესახებ გადაჭრით არ შემიძლია, არც მე თქვა და ვერავინ ისაუბრებს, იმიტომ რომ ჩვენ ალბათ საგაზაფხულო სესიაზე მოგვიწევს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენა პარლამენტისათვის და ეს პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილების სახით და წინასწარ არ შეიძლება ლაპარაკი, შეიძლება იყოს სხვა კანდიდატურაც ჩვენ გუნდში, ჩვენვე არ დავარღვევთ ხო იმ პრინციპს, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, გუნდში ამ პოზიციას შევაჯერებთ და ამის შემდეგ უკვე საბოლოო
გადაწყვეტილებას გაიგებს საზოგადოება ჩვენგან. თქვენ ვანო ზარდიაშვილი ახსენეთ, საინტერესოა მან რა მოტივით ახსნა თავის დროზე წასვლა ეკაბესელიამ, საჯარო განცხადებით თქვა ის რაც თქვა და ამის შესახებაც მინდა გკითხოთ, მაგრამ ვანო ზარდიაშვილისგან თუ მოისმინეთ განმარტება და თუ არის შესაძლებელი მისი დაბრუნება კომიტეტში. არა, მის დაბრუნება კომიტეტში საერთოდ არ განხილულა. კომიტეტში ის წევრი არის, ჩვეულებრივი წევრია, ისევე როგორც დღეს უკვე ეკაბესელია, როცა ზარდიაშვილთან იყო ამის შესახებ. არა, თავის კი ბატონო, მაგაზეც გაგცემთ პასუხს. თავის პოზიციაზე დაბრუნებაზე არც ფიქრობს მე როგორც ვიცი და არც მიდის ამაზე მსჯელობა და საუბარი, როდესაც საკითხი დადგა ასე რომ გუნდის შიგნით უკვე კონკრეტულად იურიდიულ კომიტეტში გარკვეული პრობლემები იყო, მათ შორის გუნდურობასთან დაკავშირებით, ზარდიაშვილმა თქვა რომ თუ მე ვარ მცირე ნაწილიც კი ამ პრობლემების შექმნის, მე მზად ვარ თანამდებობა დავტოვო და ის ასეც მოიქცა და გააკეთა განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით, ეს როგორც ვიცი, ამ პოზიციას იზიარებდა თავად ქაბატონი ეკაც. კი ბატონო, კიდევ ერთი ეკაბესელიას განცხადებიდან გამომდინარე გკითხავთ, მან ბრძანა რომ ზარდიაშვილსა და კობახიძეს ჰქონდათ სურვილი რომ მას დაეტოვებინა კომიტეტი და ეს საკითხი განიხილებოდა გუნდში. თუ ადასტურებთ ამ ვერსიას, რასაც ქაბატონი ეკა ავრცელებს და ამ კუთხით რამდენად მე გამახსენდა თავად პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, რომელიც ჩვენს ეთერში გააკეთა, რომ ის მიზეზი, რომელიც ქაბატონმა ეკამ დაასახელა მოსამართლეების სია, არ იყო რეალური მოტივი მისი გადაწყვეტილების. რამდენად შეიძლება ვთქვათ ეს ორი მოცემულობა დაუკავშიროთ ერთმანეთს. თქვენც ფიქრობთ თუ არა ასე, რომ ეს არ უკავშირდება მოსამართლეთა სიას და ნამდვილად იყო თუ არა რაიმე ფორმით განხილული საკითხი ოდესმე გუნდში ეკაბესელიას კომიტეტიდან იმ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, რომელიც მას ეკავა. მე პირდაპირ გეტყვით რომ ეკაბესელიას გათავისუფლების შესახებ ესე საკითხი თქვა ფრაქციის უმრავლესობის სტუმარზე მსგავსი არ დამდგარა, როგორც ჩანს და ამის შესახებ იყო დღესაც საუბარი მათ შორის პარტიის ლიდერებთან და მათ შორის ბუნებრივია ირაკლი კობახიძეც არის რომ იყო რამდენიმე თვითადრე საუბარი მსგავს თემასთან დაკავშირებით და მაშინ მოსამართლეების თემაზე საერთოდ არ იყო საუბარი. ზარდიაშვილზე გიპასუხებთ აუცილებლად რომ არ იყო თქვათ იმ პოზიციაზე ვანო ზარდიაშვილი რომ როდესაც ლიდერების საუბარი შეიძლება და შემდეგ არ იყო ამასთან დაკავშირებით მას ხელი მიწვდომოდა მსგავსი გადაწყვეტილების მიღებაზე ან ამაში მონაწილეობასთან ვიდრე ეს გუნდის შიგნით არ ჩაიშლებოდა დაუშვათ, მაგრამ რადგან ლოგიკურ დასასრულამდე მაშინ არ მევიდა გუნდის ბოლომდე საქმის კურსში არ იყო ამასთან დაკავშირებით, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ რამდენიმე თვითადრე მედიაშიც ხმოვანდებოდა ასეთი გადაწყვეტილების შესახებ და ამისი გაგრძელება იყო ჩემი აზრით, რაც მოყვა შემდეგ ქალბატონ ეკას გადადგომაზე მაქვს საუბარი, ძალიან ხშირად ვისმენ ხოლმე და არ შემიძლია არ შევეხო ამას, რომ რაღაცნაირად დღეს კითხვებსაც მისვავდა ერთ-ერთი ტელევიზია ხაღარ დავასახელებ, რომელზეა საუბარი, იმიტომ რომ ხშირად ეს ტელევიზია სვავს ხოლმე თავის სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე მსგავს კითხვებს, ვინ წააგო, ვინ მოიგო, ძველები, ახლები საერთოდ არ დგას მსგავსად საკითხი. მართლა არ დგას ასე, იმიტომ რომ როდესაც რაღაცა გადაწყვეტილებას ვიღებთ დღეს მაგალითად და გუნდის ამ შემთხვევაში ფრაქციის წარმომადგენელთა დაახლოებით 90%-ზე მეტი და 3 იყო მხოლოდ წინააღმდეგი იმ გადაწყვეტილების, რაც დღეს მივიღეთ, იღებს ასეთ გადაწყვეტილებას, მოკლედ რომ ვთქვათ, იქ ძველებიც არიან, ახლებიც არიან ეგრეთ წოდებულები და საერთოდ არ გვაქვს ხოლმე ჩვენ გუნდის შიგნით იმაზე ლაპარაკი, რომ ვიღაცა ან ეგრეთ წოდებული ძველი წარმომადგენელი ქართული ოცნების ან ახალი წარმომადგენელი რაიმე ფორმით უპირისპირდება ერთმანეთს. კონკრეტულ ადამიანებზე თუ კი ვინმეს შეამჩნევენ, რომ ერთმანეთს ეკამათებიან, შემდეგ ერთი ძველი წარმომადგენელია ქართული ოცნების და მეორე შედარებით ახალი, აქედან თუ ქმნიან ამ პრობლემას, ეს სუბიექტური ინტერესია რომელიღაცა ოპოზიციური პარტიის. ჩემი აზრით და ამ ნარატივს არ უნდა გავყვეთ, ჩვენ ამაში არ უნდა ჩავერთოთ და არ უნდა გავეროთ. მე შემიძლია დაგიდასტუროთ, როგორც ქაბატონ ეკაბესელიას მიმართ, ასევე ჩვენი გუნდის ნებისმიერი მით უმეტეს ძველი წევრის მიმართ დიდი პატივისცემა. იქიდან გამომდინარე, ყველაფერს თავი დავანებოთ 2012 წელს ამ ხალხმა იბრძოლა გმირულად და სხვაზე მეტად ჩანდნენ, ცნობილი ადამიანები იყვნენ და მათ მეტი ჰქონდათ გასარისკი, განსხვავებით იმ ადამიანებისგან, ვინც ჩვეულებრივი ამორჩევლები ვიყავით, აქტივისტები ვიყავით და ყველაფერს ვაკეთებდით, შეიძლება ქართული ოცნების წარმატებისათვის, მაგრამ ის ადამიანები კიდევ უფრო წინ ჩანდნენ და მათი ქმედება პირდაპირ ვიტყვი გმირობის ტოლფასი იყო. და ეს ადამიანები რაღაცა კონკრეტული აზრის ხან მომხრეები არიან, ხან მოწინააღმდეგეები არიან.
იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც პოლიტიკურ გუნდს ოფიციალურად შემოერთით, თქვა 2016 წელს. ამიტომ დაყოფა, ეს არის გუნდის მტრობა პირდაპირ, რომ ძველები, ახლები და რაღაცნაირად ეს ზარი გავაჩინოთ. ეს არის გუნდის ინტერესების საწინააღმდეგოდ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ არ იზიარებთ, თქვათ მის გადაწყვეტილებას. მე წეღანა. კი, მე წეღანა არ მithქვამს შეუგნებლად რბილი გადაწყვეტილება, როდესაც მსგავსი საკითხები მე განცხადებას საერთოდ არ გულისხმობ, შეიძლება კონკრეტული საკითხის ირგვლივ რადიკალურად განსხვავებული განცხადებები გავაკეთოთ ხოლმე და ასეთი გაკეთებულა ბევრი და საკითხიც კი არ დასმულ ამასთან დაკავშირებით, რომ რატო გაკეთა ესეთი განცხადება, რატო არ ფიქრობს ისე დაუშვათ. ნებისმიერი წევრი გაგაკახიანი თქვათ ისე რატო არ ფიქრობს, როგორც თქვათ მამუკა მდინარაძე. ბუნებრივია ასეთი საკითხები, იმიტომ რომ ჩვენი სიძლიერე მათ შორის მე ასე მიმაჩნია და ბევრი წევრი ჩვენი გუნდის ასე ფიქრობს, რომ ჩვენ ასთა სხვაობაში და შემდეგ ამაზრების შეჯერებაში და საერთო პრინციპების გამოყვანაში და საერთო გადაწყვეტილების გამოყვანაში. მაგრამ როდესაც საუბარია იმაზე, რომ რაღაცა გუნდური გადაწყვეტილების წინააღმდეგ, საერთო გადაწყვეტილების წინააღმდეგ გუნდში შეუთანხმებელი რაღაცა რადიკალურად სხვა პოზიციების დაფიქსირების წინააღმდეგ, თქვათ, რაღაცა კომენტარებს ვაკეთებთ ხოლმე, ასე დროს ჩვენ გადაწყვეტილება ამის საპასუხო არ მიგვიღია ხისტი, თქვენ ალბათ გახსოვთ, ერთადერთი ადამიანი იყო, რომელსაც მოუწია ასეთი რადიკალურად განსხვავებული მარტო პოზიციების არა, იქ უკვე სხვა რაღაცაში გადაიზარდა და აღარ მინდა მის დაკონკრეტება, გუნდის დატოვება ამის გამო მოუწია ერთ ადამიანს, ჩვენი ფრაქციის და უმრავლესობის ერთ-ერთ წევრს, ასეთი გადაწყვეტილებისგან არც კი წავსულვართ, არ გვიმსჯელია ამაზე დღეს, იმიტომ რომ გედევან ფოფხაძე არის ჩვენი გუნდის წევრი, მას გასაგებია რაღაცა საკითხთან დაკავშირებით, სხვა პოზიცია აქვს შეიძლება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც ამ დღეებში მსჯელობს. საერთო პრინციპთან დაკავშირებით ყველას ერთი პოზიცია გვაქვს. აქაც არ მინდა საზოგადოება შეცდომაში შევიდეს. ის რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი, ის რომ სასამართლოში არის პროგრესი, ის რომ სასამართლოში მოვლენები უნდა იყოს გამჭვირვალე და სასამართლო კიდევ უფრო დამოუკიდებელი, კიდევ უფრო პროგრესიული უნდა გახდეს და ეს საზოგადოების ინტერესია, რომ ხელისუფლების ეს ცალკე დამოუკიდებელი შტო კიდევ უფრო გაძლიერდეს და კითხვის ნიშნები იყოს რაც შეიძლება ნაკლები, ამას ეთანხმება გუნდის ყველა წევრი აბსოლუტურად. თქვენ პირადად ბატონო გიჩენდათ კითხვის სესია, რომელიც წარმოადგინა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ქონდეს უამრავი კითხვა პერსონებთან დაკავშირებით, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ პერსონებზე საუბრამდე არ მივსულართ. როდესაც იყო საუბარი, პერსონებზე კი არ იყო საუბარი თავიდან. საუბარი იყო იმაზე დაჩქარებული წესი და ამ ფორსირებულ რეჟიმში უნდა განვიხილოთ თუ არა. გუნდის ყველა წევრი, მათ შორის რადგან მე მეკითხებით, მეც შევჯერდით იმაზე, რომ ასეთ ფორსირებულ და დაჩქარებულ რეჟიმში ეს საკითხი არ უნდა განვიხილოთ და ეს გადახედვას არ საჭიროებდა და ამას ზედმეტი ინტერპრეტაციები აღარ ჭირდებოდა. სხვათა შორის ამასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა გითხრათ. როდესაც ირაკლი კობახიძე, მეც მათ შორის, თამარ ჩუგოშვილი ჩავდიოდით ბერლინში, ვენეციის კომისიის წევრებს ველაპარაკებდით და ვკამათობდით, ხო, იქ სხვადასხვა თემაზე საკამათო თემებიც იყო და სხვადასხვა წარმოდგენები ჰქონდათ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის ვენეციის კომისიის წევრებს. მათ ჩვენ გვითხრეს მაშინ, რომ იუსტიციის საბჭოს, რადგან სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ასე ვსაუბრობთ, ასე ბეჯითად, უნდა ჰქონდეს საშუალება ისევე როგორც პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში, თავად დანიშნოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები და ჩვენ ამას შევეწინააღმდეგეთ და იმდენად კამათი გამოვიწვია ამან, რომ ვენეციის კომისიის ერთ-ერთი კრიტიკული შენიშვნა, იმ მცირე შენიშვნებს შორის, იყო ესეც, რომ ჩვენ არ გავითვალისწინეთ, ეს შეგიძლიათ რეკომენდაციებში ნახოთ, ადვილი სანახავია ძალიან, არ გავითვალისწინეთ ეს რეკომენდაცია, ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ მაშინ, რომ საპარლამენტო ფილტრი დაგვეყენებინა ამისათვის, რომ პარლამენტად მონაწილეობა მიიღო უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების შერჩევაში. ეხლა ამის ფონზე ეს ამბავი, რადგან საზოგადოებამ ახლა გაიგო, თქვა და ყოველ წუთში ამაზე საუბარი არ მედის, ამის ფონზე ალბათ ჩვენი პოზიციაც ნათელია. ჩვენ შეგვეძლო მაშინ კი ბატონო ვენეციის კომისია იყო, ვერავინ ვერ იღებდა ამაზე ხმას, თავი დაგვექნია, რომ იცით რა, კი ბატონო, აგერ ვენეციის კომისიის რეკომენდაციით ასე არის და იუსტიციის საბჭოსთვის მიგვეცა ეს უფლებამოსილება თავიდან ბოლომდე და არ წარმოშობილიყო გარკვეული ვაკუუმსაც ვერ დავარქვენ, იმიტომ რომ ეს მათი უფლება რომ წარმოადგინონ, დღეს საუბარია სხვათა შორის იმაზე, რომ რატომ წარმოადგინეს ეს სია, ეს კონსტიტუციაში წერია. მათ უნდა წარმოადგინონ სია. მერე ჩვენი უფლებაა, ჩვენ ამ სიასთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ, მაგრამ ისე არ უნდა მოხდეს, რომ რაღაცა კოლაფსი მოვახდინოთ. 28 მოსამართლეა კონსტიტუციით გაწერილი უზენაეს სასამართლოს საჭიროა ეს რაოდენობა მინიმუმ. უზენაეს სასამართლოს ნორმალურად და გამართულად ფუნქციონირებისათვის და დღეს არის მხოლოდ 10 და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში არის ერთადერთი მოსამართლე და არის პრაქტიკულად კოლაფსი. ჩვენ ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ყველა კითხვაზე უნდა გავაცემინოთ საშუალება მიცეთ პასუხი, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში არსებობს გარკვეული არგუმენტები, ეს არგუმენტები, საპირისპირო არგუმენტები, ყველაფერი ერთად უნდა ავიღოთ და მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება და არც ის არის პანაცეა მაინც და მაინც რომ ვისაც წარმოადგენს 10-ვე
ზუსტად იგივე შემადგენლობით დავამტკიცოთ და ავირჩიოთ და შევარჩიოთ. ამაზე არ არის საუბარი. უბრალოდ პრინციპი უნდა იყოს სწორი, უნდა ვიმსჯელოთ ამასთან დაკავშირებით, თუ საჭირო გახდება კრიტერიუმებზე ვიმსჯელოთ, რომ დაუდგინოთ გარკვეული კრიტერიუმები, რა კრიტერიუმებსაც უნდა ჩაჯდეს ეს კონკრეტული პერსონები და ამის შემდეგ გადავიდეთ პერსონებზე საუბარზე და ამის შემდეგ შევაფასოთ. მაგრამ დასაწყისშივე გარკვეული ინტერპრეტაციები არ უნდა მოყვეს, რაც საზოგადოებას საკმაოდ აბნევს, იქიდან გამომდინარე, რომ პირდაპირ მიდის პერსონებზე საუბარი და იმის უკან რა ბექგრაუნდია ვენეციის კომისია რას ამბობდა, ჩვენ რა პრინციპზე ვკამათობთ, რაზე თანხმდებით, გედევან ფოფხაძეს და სხვა ადამიანს ნებისმიერი გუნდის წევრს რაზე აქვს საერთო პოზიცია, ესეც უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ მე სწორი დასკვნები გამოიტანოს. მე გუნდისგან შეუთანხმებელი გადაწყვეტილებები რა იყო და რატო არ იყო ეს სწორი და რატო არ უკავშირდებოდა მაინც და მაინც ეს სასამართლოს, ესეც უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოებას და საზოგადოება გამოიტანს მე სწორ აზრს და სწორ პოზიციაზე იქნება. ეს არის ჩვენი ვალდებულება, მათ შორის არავის არ ვადანაშაულებ. კარგით, ბატონო მამუკა, ჩვენი საუბრის ბოლოს ღიად ამბობთ, რომ ეს საკითხი ეკაბესელიას წასვლა კომიტეტიდან არ უკავშირდება მოსამართლეთა სიას. მაშინ რა იყო მიზეზი, თუ შეგვიძლია ამის შესახებ საუბარი? პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავდა, რომ არის გარკვეული საკითხები, რომელიც ამ ეტაპზე არის შიდა სამზარეულო, მაგრამ მოვა ამაზე საუბრის დროც. როდის შეიძლება დადგეს ეს დრო და ეს საკითხით და ეს მიზეზიც, რომელის შესახებაც საჯაროდ ჯერ არაფერი თქმულა, თუ შედის აი იმ ჩამონათვალში, რომელიც ამ ეტაპზე არის შიდა სამზარეულო. რომელი საკითხი თუ შედის ბოდიში? ეკაბესელიას წასვლის რეალური მიზეზი, როგორც ჩანს, ეს არ არის მიზეზი, რაც თავად დაასახელა რეალური. მე ზოგადად გასაგებია, მადლობა. მე ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ რადგან ამაზე საუბარი არის გარკვეული თვეების წინაც იყო საუბარი, ხა არ მგონია რომ ვინმეს ინტერესში შედიოდეს, მათ შორის არც პარტიის ხელმძღვანელის, არც პარლამენტის თავმჯდომარის და ასე შემდეგ, რომ რაღაცა არასწორი ინფორმაცია გახმოვანდეს. იყო ამის შესახებ საუბარი, თუმცა შემდეგ გადაწყვეტილებამდე იმ დონეზე არ მისვლა, რომ გუნდის შიგნით უკვე ამ გადაწყვეტილების შესახებ გვემსჯელა და გვეკამათა. იყო სხვადასხვა საკითხები, სხვადასხვა მე მაინც და მაინც კონკრეტულად დაკავშირებას არ მოვახდენ, მაგრამ ზოგადი მინიშნება შემიძლია გავაკეთო. ძალიან გულწრფელი ვიყო, რომ იქ კომიტეტის შიგნითაც იყო, აპარატშიც იყო გარკვეული პრობლემები, იყო სხვადასხვა საკითხები, თვალს ეს ერთ საკითხს ვერავინ ვერ დააბრალებს, კომპლექსური საკითხი იყო, გადანაცვლებაზეც იყო, როგორც მე ვიცი და ვიგებ ამასთან დაკავშირებით საუბარი, მაგრამ საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება ქალბატონმა ეკა მიიღო მაშინ, როცა მიიღო, ესეც ფაქტია, წინა დღეს იყო სხვა საკითხზე საუბარი მოსამართლეების საკითხზე და მეორე დღეს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ რაც პარლამენტმა თქვა და ამის სპიკერიც გახდა ირაკლი კობახიძე, რომ ჩვენ გადავდეთ ეს საკითხი, ამის შემდეგ მიიღო ქალბატონმა ეკამ გადაწყვეტილება, ესეც გარკვეულად მიმანიშნებელია იმისა რა იყო სინამდვილეში, თუმცა მე არ მინდა ეხლა ვინმე გავაკრიტიკო, ან ქალბატონი ეკა, ან სხვა ადამიანი ამ გადაწყვეტილების გამო თუ იმის გამო რომ გახმოვანდა, რომ ადრეც იყო მსგავს გადაწყვეტილებაზე საუბარი, უშუალო მონაწილე ვინც იყო კონკრეტული საუბრების, ალბათ უფრო დაწვრილებით, როდესაც საჭიროდ ჩათვლის, რომ ეს გუნდს არ დააზიანებს, მაშინ ილაპარაკებს ამას. მე ამის მეც დღეს სამწუხაროდ ვერაფერს გეტყვით, თუმცა რაც შემეძლო და რა ინფორმაციაც მქონდა, ხვდებით ალბათ რომ მაქსიმალური მოგაწოდეთ. კარგით, დიდი მადლობა მამუკა მდინარაძე პასუხობდა ქრონიკის კითხვებს. დიდი მადლობა თქვენ. რეკლამის შემდეგ შევხვდებით რამდენიმე წუთში. ქრონიკა 17 საათზე ბრუნდებით პირდაპირ ეთერში. 12 ამბავი, რომელიც 2019 წელს უნდა გავიყოლოთ. ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ფედერიკა მოგერინი 2018 წლის ღირსშესანიშნავ მოვლენებს იხსენებს და მათ შორის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის შესახებ წერს, სადაც საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით იყო წარმოდგენილი. ოქტომბერში მქონდა პატივი გამიხსნა წიგნის ბაზრობა, რომელიც მსოფლიოში უძველესია წლევანდელ ბაზრობაზე. საპატიო სტუმარი ევროკავშირის ახლო და მნიშვნელოვანი პარტნიორი საქართველო იყო. ჩემთვის ძალიან საინტერესოა იმაზე საუბარი, თუ რა გვაერთიანებს ჩვენ ევროპელებს, ჩვენს კულტურასა და იდენტობას. წერს ფედერიკა მოგერინი. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა იყო საქართველოს არამხოლოდ როგორც ევროპის კულტურული ფასეულობის მატარებელი ქვეყნის დემონსტრირების და პოპულარიზაციის კარგი მაგალითი, არამედ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი. სწორედ ამას გულისხმობდა ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ქალბატონი მოგერინი, როდესაც
მიმართა მან ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნის ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოებას და აღნიშნა, რომ ევროკავშირი არის იქ, სადაც საქართველოა, ევროკავშირი არის იქ, სადაც საუბარია დემოკრატიაზე, ფასეულობებზე, ევროპულ ღირებულებებზე და მნიშვნელოვანი აღინიშნოს ისიც, რომ მან ევროკავშირის 12 მნიშვნელოვან მოვლენას შორის დაასახელა საქართველოს როგორც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მასპინძელი ქვეყნის მნიშვნელობა. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ქალბატონი მოგერინი საქართველოს სტუმრობას ფრანკფურტის ბაზრობაზე განიხილავს ისეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხების გვერდზე, როგორიც არის კორეის შეთანხმება, როგორიც არის ევროპული უსაფრთხოების პოლიტიკა და ეს და ირანის შეთანხმება, ეს ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ ევროპისათვის საქართველო არის სტრატეგიული პარტნიორი, საქართველოსთან ურთიერთობა არის უმაღლეს დონეზე და სადაც ევროპა არის, იქ არის საქართველო და სადაც საქართველო, იქ არის ევროპა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალების საკითხთა კომისიასთან დაკავშირებით მუშაობა უკვე დაიწყო. როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, ისინი კომისიის დაკომპლექტებას ახალი წევრებით გეგმავენ, რაც მათივე თქმით ჩვეულებრივი პროცესია. ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ კომისია რამდენიმე წევრმა დატოვა და მადლობას უხდის თითოეულ მათგანს გაწეული სამსახურისათვის. დღეს ეს გადაწყვეტილება მიიღო კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ, კიდევ რამდენიმე წევრმა, მათ შორის ეკაგი გაურმა. პრეზიდენტის პრეს-სპიკერის თანამდებობაზე ჟურნალისტ ხატია მოისტრაფიშვილის კანდიდატურა განიხილება. მედიაში არსებული ინფორმაციით მოლაპარაკება დასრულდა და გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გამოცხადდება. მოისტრაფიშვილი ამ დრომდე შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. მალხაზ მაჩალიკაშვილს სამხარaulis სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული კომპლექსური დასკვნა გააცნეს. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, გასროლის მომენტში თემურლან მაჩალიკაშვილს თავი ლოგინზე ჰქონდა, თუმცა იმის დადგენა რა მდგომარეობაში იყო სხეული ვერ მოხერხდა. ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ დამოუკიდებელი ექსპერტების მაია ნიკოლაიშვილისა და ზაზა ათუნაშვილის დასკვნაშიც ნათქვამია, რომ თავი ეგრეთ წოდებული ვიზირების ხაზის ქვემოთ ან ლოგინზე სხეული კი მის გასწვრივი ყოფილა სპეცოპერაციისას გამოძიების საქმეში, როგორც ადვოკატი, ისე მაჩალიკაშვილი დასკვნას მნიშვნელოვანს უწოდებენ. უტყუარად დადასტურებულს თვლიან. თემურლან მაჩალიკაშვილის თავი იყო ვიზირების ხაზის ქვემოთ ლოგინის თავთან, სწორედ იქ სადაც არის დაზიანება. ანუ თავის მდგომარეობა ზუსტად გვიდგენენ, თუმცა სად იყო მისი სხეული გულისხმობ ფეხს, ტანს, გულკერტს, მარცხნივ იყო გადახრილი თუ მარჯვნივ, ამას ვერ ადგენენ. ჩემთვის თავარია თემურლანს ეძინა, თემურლანს თავი არ აქვს წამოწეული. ეხლა ესენი ნიკოლაიშვილი ამტკიცებს, საერთოდ არ არის განზრეული ადგილიდან, მეორე ექსპერტიზა ამტკიცებს, ვითომ ფეხები იქით ქონდა, ფეხები აქეთ ქონდა. საშობაო ბაზრობა, ყინულის მოედანი, ღია კინოთეატრი, ფოტოსესია თოვლის ბაბუასთან და ზღაპრის გმირებთან. საახალწლო სოფელში ღონისძიებები გრძელდება და სალომე შანშიაშვილი გვერდება პირველი რესპუბლიკის მოედნიდან. საახალწლო სოფელი დილიდან ღია, ნებისმიერი მსურველისთვის და აქ უკვე ხალხმრავლობაა ძალიან ბევრი სამეგობრო თუ ოჯახი მოდის ბავშვებთან ერთად და მთელ დღეს აქ ატარებენ არაჩვეულებრივი ამინდია და არაჩვეულებრივი გარემოა. თქვენ უკვე იცით, რომ თბილისის მერიამ ყოველდღიური აქტივობების გარდა დაგეგმა ასევე თითოეული დღისთვის ერთმანეთისგან განსხვავებული ღონისძიებები და ამ წუთებში ახლა ჩემს უკან თქვენ ალბათ ხედავთ, დები ჭოხონელიძეების სტუდიის ბავშვების კონცერტი მიმდინარეობს და თინიკო ჭოხონელიძე არის ახლა ჩემთან ერთად, რომელიც თავად მოგვიყვება. თინიკო, გამარჯობა. გილოცავთ ახალ წელს პირველ რიგში. გილოცავთ. სულიად საქართველოს გილოცავ ახალ წელს. ფეხბედნიერი ყოფილიყოს ეს ახალი წელი მთელი საქართველოსთვის. თინიკო, მე რამდენადაც ვიცი, 2002 წლიდან ფუნქციონირებს თქვენი სტუდია და ისიც ვიცი, რომ სიმღერის გარდა ასევე სხვა რაღაცებსაც შეისწავლიან თქვენი ბავშვები. კი, ხალხური სიმღერა შეისწავლება. დათო ცინცაძე არის ჩვენი პედაგოგი, პლასტიკა, ხატვა, გუნდი და მე მგონი რაღაც დამავიწყდა, მაგრამ ნერვიულა ბავშვები რომ ღერია. და აი ამ ყველაფრის პერფორმანსია ახლა ერთგვარი აქ პირველი რესპუბლიკის მოედანზე და რა იქნება და რა არის დღეს წარმოდგენილი ბავშვებისთვის აქ შეკრებილი საზოგადოების. რა თქმა უნდა, საახალწლო სიმღერები, რა თქმა უნდა, ჩვენ ვზრუნავთ. აი აქ მოსული მაყურებლის განწყობის სასამაღლებლად და აი ამ გაბრწყინებულ, განათებულ წელს საერთოდ სხვანაირია ჩვენი თბილისი. ჩვენ კიდევ უფრო შევეცდებით, რომ ეს განწყობა ავამაღლოთ.
ძალიან დიდი მადლობა წარმატებას გისურვებთ თქვენ 2019-ში და მას შემდეგაც რა თქმა უნდა მადლობთ. ერთი სიტყვით ასეთი ვითარება ახლა პირველი რესპუბლიკის მოედანზე მე გეტყვით იმასაც რომ ამ კონცერტის შემდეგ სხვა სცენაზე უფრო დიდ სცენაზე წარდგება ნიკა წერეთელი და ჯგუფი ელარჯი, ხოლო ამის შემდეგ უკვე 9 საათზე Young Georgian Lolitas-ის კონცერტი გაიმართება. ერთი სიტყვით ძალიან მრავალფეროვანი ღონისძიებებით არის დახუნძლული საახალწლო სოფელში პროგრამა და ყველას გელოდები ჩემო გვერდში. მადლობა სალომე შანშიაშვილს. ახლა ვნახოთ ისევ მთის კურორტებში რა ხდება. გუდაურში ტურისტების განსაკუთრებული სიმრავლეა და უამრავი დამსვენებელია, როგორც ნანუკა ქაჯაია იუწყება და ახლა ის გვიჩვენებს რა ხდება ადგილზე. ახალი წელი თუ თქვენთვის თოვლთან ასოცირდება, აუცილებლად უნდა ჩამოხვიდეთ. აქ გუდაურში უამრავი ტურისტი არის ჩამოსული, როგორც მეზობელი ქვეყნებიდან, ასევე ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან. მე გეტყვით, რომ გუდაურის სხვადასხვა სათხილამურო ტრასებს სთავაზობს, აქ ჩამოსულ პროფესიონალ და მოყვარულ მოთხილამურებს სხვადასხვა დონის ტრასები არის გაუკვალავით თავლით, იმისათვის, რომ ექსტრემის მოყვარულებმა განსაკუთრებით კარგად იგრძნონ თავი. გარდა თხილამურებისა და სნოუბორდისა, მე გეტყვით, რომ აქ შეგიძლიათ გამოცადოთ პარაპლანით ფრენაც და დაუვიწყარი შეგრძნებები აქვს ნამდვილად ფრენას. მე გეტყვით, რომ გუდაურში 20 სათხილამურო ტრასაა და 14 საბაგირო მუშაობს. როგორც ხედავთ, დამსვენებელი ძალიან ბევრია. შეიძლება ითქვას, რომ პიკური რაოდენობა არის ამ პერიოდში. გუდაურში ყველა საბაგირო სრული დატვირთვით მუშაობს. ყოველ საღამოს მომდევნო დღისთვის მზადდება ყველა სათხილამურო ტრასა. ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება მონიტორინგი და რაც მთავარია, უსაფრთხოების ნორმები არის დაცული მაქსიმალურად. გუდაურში მუშაობს 23 მაშველი, 4 მეზღვავე და სკი პატრული, რომლებიც გადანაწილებული არიან ყველა სასრიალო ტრასაზე. ევროპაში საუკეთესო სათხილამურო ტრასა გაქვთ. აქ სპეციალურად ახალი წლის შესახვედ რა ჩამოვედი. მზიანი ამედია და ყველა პირობაა იმისთვის, რომ დრო კარგად გაატარო. საახალწლო განწყობა გადასარევია, ტრასები დაემატა, კანატკები დაემატა, გაუმჯობესდა და კაია. მთის კურორტების განვითარების კომპანიაში აცხადებენ, რომ ტურისტების რაოდენობამ საახალწლოდ პიკს მიაღწია. შეიძლება ითქვას, რომ აქ ყველაფერი არის იმისათვის, რომ კარგად გაატაროთ საახალწლო დღეები, არის დიდი თავლი და ფანტასტიკური ამედი, ამიტომ გირჩევთ, რომ აუცილებლად ჩამოხვიდეთ გუდაურში. ეს ნანუკა ქაჯაია იყო გუდაურიდან. თავისუფალ თეატრში კი პრემიერა შედგა საახალწლო წარმოდგენაზე ბავშვებს მიუზიკლი პეპი გრძელი წინ დაელოდებათ. ასტრიდ ლინდგრენის სცენარი უცვლელად ახალი მუსიკალური არანჟირებით რეჟისორმა მაია დობორჯგინიძემ დადგა. სპექტაკლი 3-დან 7 იანვრამდე ყოველდღე დღის პირველ საათზე გაიმართება. მისი ნახვა 13 და 20 იანვარსაც არის შესაძლებელი. წარმოდგენაზე დასწრება ბავშვებს 3 წლიდან შეუძლიათ. სპექტაკლში მოწვეული მსახიობები თამაშობენ, მათ შორის მოძრაობის თეატრის დასიც. თადგმის იდეა ავთოვარციმაშვილს ეკუთვნის. ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო იყო ეს როლი, იმიტომ რომ ყველასთვის საყვარელი პერსონაჟია და ძალიან მინდოდა რომ გამოსულიყო კარგი. ნუ ამას უკვე მაყურებელი და ბავშვები გადაწყვეტენ, მაგრამ მე მთელი გულით ვეცადე რომ გამოსულიყო. და ყველას გელოდებით, დიდი იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ ჩვენი სპექტაკლი. ბევრი ესეთი სპექტაკლი უნდა იყოს ყველა თეატრში და განსაკუთრებით ვიტყოდი რომ ჩვენთან თუ იქნება პატარებისთვის ბავშვებს თავიდანვე უნდა შევაყვაროთ მგონია თეატრი და თუ შევთავაზებთ ესეც რაღაცა ლამას გეუნებიან სპექტაკლებს, ისინი მომავალშიც აუცილებლად დილიან თეატრში და ძალიან დიდ საზრდოს მიიღებენ თეატრისგან. ძალიან ხშირად დავდივართ მსგავსი ტიპის ღონისძიებებზე და სპექტაკლებზე და ეს განსაკუთრებულად მოგვეწონა და მადლობა თავისუფალ თეატრს. თან მით უმეტეს სხვადასხვა ასაკის ბავშვები არიან და ყველასთვის ძალიან საინტერესო იყო როგორც პატარებისთვის, ისევე დიდებისთვის. გაეცანით დღის ყველა სიახლეს ვებგვერდზე იმედი ნიუსში და დაელოდეთ მთავარ გამოშვებას 20 საათზე. ნახვამდის.